მთვარის ნეგატიური ასპექტები ახდენენ გავლენას ადამიანის ქცევის ადეკვატურობაზე, ანუ უფრო მეტად ჩანს ადეკვატური ადამიანი თუ არა მთვარის ასპექტების მიხედვით და განსაკუთრებით მთვარის ნეგატიური ასპექტების მიხედვით. რა თქმა უნდა, ეს არის ერთადერთი მაჩვენებელი. ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც ნებისმიერ რამეს უსმენთ ასტროლოგიაზე, არასდროს არსად არ არსებობს ერთი მაჩვენებელი არის ზღვაში წვეთი. ყოველთვის სჭირდება რამდენიმე მაჩვენებელი დამადასტურებელი რუკაში, რომ კონკრეტული თვისება გამოიხატოს უფრო აქტიურად. როდესაც რუკაში არის მთვარე მერკურის ნეგატიური ასპექტი, ეს იქნება შეერთება კვადრატი თუ ოპოზიცია. ესეთი ადამიანი არის შედარებით უფრო ნევროზული, უკმაყოფილო, გაღიზიანებული ყოველდღიურობაში. როდესაც აქვს მთვარეს ვენერასთან ნეგატიური ასპექტი, ესეთი ადამიანი არის ცხოვრებით უკმაყოფილო ზოგადად, არაფერი არ მოწონს, არასდროს უკმაყოფილი არ არის, არასდროს არაფერი არ ყოფნის, რაღაც ესეთი ცხოვრებით უკმაყოფილება გამოიხატება. როდესაც აქვს მთვარის ნეგატიური ასპექტი მარსთან, ესეთ შემთხვევაში ადამიანი უფრო ფიცხი არის, შეიძლება ითქვას, მეტად უჭირს ემოციების კონტროლი, უფრო მარტივად გამოდის წყობიდან. როდესაც მთვარის აქვს ნეგატიური ასპექტები სატურნთან, ესეთ შემთხვევაში ადამიანი არის უკმაყოფილოა საკუთარი თავით და ხშირად არის მიდრეკილი დეპრესიისკენ. ეს რა თქმა უნდა ერთი მაჩვენებელია, მაგრამ შედარებით უფრო ექნება ხასიათში, თუ შევადარებთ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს ეს ასპექტი. ადამიანი იქნება შედარებით უფრო ცივი, ხისტი, ესე ვთქვათ. თუ არის მთვარე ურანის ნეგატიური ასპექტი, ხშირად ესეთ შემთხვევაში არის ფსიქიკური პრობლემები, ეს არ არის რადიკალური არაფერი პრობლემა, რადგან ერთი ასპექტი არის, მაგრამ ესეთი ადამიანი შედარებით უფრო არაპროგნოზირებადი არის. ემოციურადაც, ქმედებების მხრივაც, როდესაც რუკაში არის მთვარე ნეპტუნის ნეგატიური ასპექტი, ხშირად ესეთი ადამიანი შეცდომაში შედის, აქ არის ილუზიების რისკი, შესაძლოა გარემოში რაიმე არასწორად გაიგოს, შესაძლოა მისი ნათქვამი ვინმე არასწორად გაიგოს, ანუ ესეთი კონკრეტული გაუგებრობები შეიძლება იყოს, აქ იქნება ტყუილები, ილუზიები, ანუ ან ნათქვამს არასწორად გაიგებს, ან კონკრეტულ ქცევას არასწორად გაიგებს, ანუ ნეპტუნს ზოგადად შეცდომაში შეყავს ადამიანი. თუ არის მთვარე პლუტონის ნეგატიური ასპექტი, ასეთ ადამიანს ძალიან ეშინია გარემოსი, აქ არის შიშები, კონკრეტული ფობიები შეიძლება იყოს აქცენტირებული და ესეთი ადამიანისთვის სხვისი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ არის მთვარე ქირონის ნეგატიური ასპექტი, ესეთი ადამიანი არის უცნაური ადამიანი, არასტანდარტული ადამიანი, ქცევებში იქნება არასტანდარტულობა. თუ მთვარეს აქვს ნეგატიური ასპექტი პროზერპინასთან, ესეთ შემთხვევაში ადამიანი არის შედარებით უფრო გონება გაფანტული. იგივენაირად შეიძლება იყოს ცოტათი განსხვავებული. უცნაური ქცევები შესაძლოა ახასიათებდეს ესეთ ადამიანს. ყოველთვის გავითვალისწინოთ, რომ იქნება ყველა თქვენს რუკაში განსხვავება, რაც არ უნდა ესეთი ასპექტი ერთი გქონდეთ, ერთნაირი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ასპექტი, ჩვენ ვანალიზებთ ერთ ასპექტს და რუკაში თუ იქნება დამატებით სხვა ასპექტები, მაჩვენებელი უფრო მეტად ინტენსიური გახდება და უფრო მეტად შესამჩნევი გახდება. ამიტომ გაითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ ერთი მაჩვენებელია.